მეცნიერებათა დოქტორი გიორგის მივესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. მისისიპის უნივერსიტეტი, გიორგი ახლა იმყოფება თბილისში, ხომ სწორი ვარ? კი ბატონო, ვილაპარაკოთ ჩვენ დღეს კონგრესი იკრიბება და უკვე ვიცით, რომ მეგობარი აქტის ცოტა შეცვლილი ვერსია დამძიმებული, ეს თქვათ დასჯის ნაწილში, იმიტომ რომ ეს არის რაღაც დასჯის და წახალისების სინთეზი იყო ეს მეგობარი აქტი და ასევე კიდევ ერთი ინიციატივა არსებობს, რომელიც ნიშნავს ქართული კოშმარის არაღიარებას. კონგრესმენი კოენი არის ამის ინიციატორი. აი როგორ უყურებთ ძალიან გრძნობიარე დროს გარდამავალს ფაქტობრივად, როცა გადის ერთი პრეზიდენტი და შემოდის მეორე, კონგრესის პირველი შეკრება და აი რაღაც ორი მნიშვნელოვანი აქტი, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით არის. აი რა ტიპის სიმძიმეს შეიტანს ეს ისედაც დამძიმებულ ურთიერთობებში? პირველ რიგში მოგესალმებით, გილოცავთ ახალ წელს. თქვენც გილოცავთ. დიახ, დღეს იკრიბება ამერიკის ახალი კონგრესი და ამ წუთებში ირჩევენ სპიკერს. ნახოთ ეს რითი დასრულდება. მოგეხსენებათ, წინა შემთხვევაში 15 კენჭისყრა თუ მეტი დასჭირდათ, რომ სპიკერი აერჩიათ და ნახოთ ეხლა როგორ ჩაივლის ეს პროცედურა. სპიკერი სანამ არ აირჩევა, კონგრესი ვერ იწყებს ფუნქციონირებას. ეს ერთი, რაც შეეხება ამ ორ კანონ პროექტს. ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის სიგნალი თუ რა ატმოსფეროა ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოსთან და საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში. და როგორც მე არაერთხელ მithქვამს, ხო, ქართულ ოცნებას, თქვათ, ადამიანი არ ყავს, რომელიც მას სიტყვას შეაწევს, ხო? და ეს ორი კანონი ამაზე მეტყოლებს. მოხდა მეგობარი აქტის რეინიციაცია და ასევე ახალი კანონი, თქვათ, ამ აღიარება არ აღიარებაზე დაემატა. მიიღებენ თუ არა ეს სხვა საქმეა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, თქვათ, მეგობარი აქტი წინა შემთხვევაში არ მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ხო, ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა, ხო? რატომ? ბევრი მიზეზია, მათ შორის ის კონგრესში თავისი პროცედურებია, თუმცა სიგნალების დონეზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვდებოდეთ რა, თქვათ, პოლიტიკური განწყობა და პოლიტიკური ლანდშაფტია საქართველოსთან მიმართებაში. ძიმე, არასასურველი. ბოლოს ყველა აქტი მიდის, ჩვენ ველაპარაკეთ ამერიკის ხმის ჟურნალის, ბუნებრივია ეს, თქვათ, საკანონმდებლოს შემდეგ აღმასრულებელთან პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება. ამ მხრივ ალბათ ყველაზე ძიმე და მნიშვნელოვანი ქართული აუდიტორიისთვის არის არაღიარების აქტი. ეს ასეა თუ არა და ამ შემთხვევაში რას იზამს ახალი პრეზიდენტი? შეგვიძლია ვიმარჩიელოთ. თქვენ როცა თქვით, რომ სიტყვას აღარავინ აწევს ქართულ ოცნებას, ამ მოცემულ ვითარებაში, ასე ვთქვათ, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ოცნებისთვის ყოველთვის განიხილებოდა უნგრეთის პრეზიდენტი როგორც სიტყვის შემწევი კაცი. ეს ფუნქცია ეხლა როგორ იქნება? აქ რამდენიმე ასპექტია. პირველი, ორბანი შეაწევს თუ არა სიტყვას, აღნიშნავს, რომ ამ სიტყვას, თქვათ, ტრამპის ადმინისტრაცია გაითვალისწინებს. ეს ერთი. ეხლა მეორე. რაც შეეხება ამ აღიარების საკითხს, პირველ რიგში სანქციების არ იყოს, საერთოდ არ ჭირდება, თქვათ, კონგრესის კანონი ამერიკის ადმინისტრაციას, რომ ვინმე არ აღიაროს, ან აღიაროს, ხო? არც ციხანოვსკაია და მით უმეტეს ხუან გვაიდო ვენესუელაში არანაირი კონგრესის კანონით არ უღიარებია ამერიკას. ადმინისტრაციამ ეს აღიარა თავისი ნებით, თუმცა ორივე შემთხვევაში ეს დიდად წარმატებული პროექტი არ აღმოჩნდა. ეხლა მეორე, რაც შეეხება, თქვათ, კონგრესის ინიციატივას. ზოგადად ეს ყველა აღმასრულებელი ხელისუფლება ზოგადად მაინდა-მაინც არ არის მოხარული, არ მიესალმება, თქვათ, საკანონმდებლო ხელისუფლების ასეთ ჩარევას საგარეო პოლიტიკაში. ხო, ყველა აღმასრულებელ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საგარეო პოლიტიკა ეს არის მისი სუვერენული დომენი და შესაბამისად ახლა კონგრესმა მიუთითოს ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოში პრეზიდენტად ვინცნოს და არცნოს, არ ვიცი რამდენად მიესალმება და არ ვიცი ეს რამდენად სწრაფად მიიღება თუ საერთოდ მიიღეს ეს კანონი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ხო? წინა მოწვევის კონგრესში სენატშიც ჰქონდა ქალბატონ ჯინ შაჰინის ინიციატივა და ბატონ ჯონ ვილსონსაც ჰქონდა იგივე აქტი ინიცირებული. არც ერთი კანონი მიღებული არ იქნა. ხო, გაისმის კითხვა რატომ და იგივე შემთხვევა დღესაც ხო მიიღებენ. გატანილი არ იქნა, გიორგი, დავაზუსტოთ. გატანილი არ იქნა დიდ სესიაზე თუ მიღებული არ იქნა? არა, კენჭისყრაზე არ იქნა დაყენებული, თორე აუცილებლად დამტკიცდებოდა ჩემი აზრით, იმიტომ კიდევ ერთხელ ვთქვათ, არანაირი წინააღმდეგობა ამ კანონების მიმართ არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში ღია და ცხადი. ეხლა რომ დაუბრუნდეთ ამ სამკითხს. შესაბამისად, როდის მიიღებენ თუ არა, ჩვენ ეს არ ვიცით. ტრამპის ადმინისტრაცია საერთოდ არ ჭირდება კანონი აქ პრეზიდენტად ვინცნოს. შესაბამისად
აქ რო ასევე ამ საკითხს შევეხოთ, რომ რა თქმა უნდა საკანონმდებლო ზეწოლა ზოგადად ხდება და ამის კაი მაგალითია ვთქვათ მოთხოვნა რომ რუსეთი აღიაროს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ხო საქართველოზე 1000 ჯერ დიდი ლობიზმია და სენატორები და უკრაინის პრეზიდენტი და თითქმის ყველა კონგრესმენი ამას ემხრობა, მაგრამ დღემდე სახელმწიფო დეპარტამენტს ეს დაბიჯი არ გადაუდგავს მრავალი მიზეზის გამო. ამის რის თქმა მინდა რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას თავისი ანგარიშები, თავისი განტოლებები აქვს და ასე ვთქვათ შეიძლება ის განსხვავდებოდეს პოლიტიკური რიტორიკისგან და პოლიტიკური დღის წესრიგიდან, უბრალოდ ვთქვათ დეპუტატთა დღის წესრიგიდან. ხო, ახლა დეპუტატები გაცილებით თამამი, გაცილებით რადიკალური განცხადებების გაკეთების უფლებას აძლევენ თავს და ყოველთვის ახლა ბუნებრივია დიპლომატები და სახელმწიფო ბიუროკრატია უფრო ფაქტებზე დარწმუნებით მოქმედებს და არა აღქმებზე და აქ რაღაცა ჟურნალისტურ წიაღწევებზე და ამის მაგალითია ვთქვათ ბიძინა ივანიშვილის სანქცირება. ხო, იქ ჩაწერეს ის, რაც ჩაწერეს. არც ის ჩაწერეს, რომ ის სანქციებს არ ღვევს და სანქციების გვერდით თავლა, ხო, რამდენი გვაქვს მოსმენი. იქ ჩაწერეს, რომ ვთქვათ საქართველოს დემოკრატიას აღვარესებს რუსეთის სასარგებლოდ და არც დაზვერვასთან თანამშრომლობა თქვა და ჯერჯერობით არ ჩაუწირეთ, როგორც ვთქვათ იყო, ხო, ასევე ინსინუაციები. შესაბამისად ისინი მოქმედებენ ფაქტებით და მტკიცებულებებით და ასევე ვთქვათ პოლიტიკური დღის მიზანშეწონილობით და რა თქმა უნდა ყველა ქვეყანაში პარლამენტი უფრო ვთქვათ რადიკალური განცხადებების გაკეთების უფლებას აძლევს თავს. ეს აქტი რომც იქნეს მიღებული, მაინც პერსონალურად ეს იქნება ტრამპის გადასაწყვეტი აღიარება არ აღიარება. აი ამ თემას თქვენ ზოგადად გიორგი როგორ უყურებთ? თქვენ ადევნებთ ალბათ თვალყურს, რა ტიპის დილემაა, რა ტიპის ლეგიტიმაციის კრიზისია. აი თქვენს წინ მაგალითად სტუმარი ყავდა, რომელიც ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლა უფლებამოსილების ვადას აგრძელებს კონსტიტუციით და ის არის პრეზიდენტი ქვეყნის. კიდევ წინა სტუმარი იყო, რომელიც იგივეს ამბობდა, ამ დროს დასავლური მედია მას ფორმერ პრეზიდენტად მოიხსენიებს, აქ რადიო თავისუფლებას კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს ყაველაშვილის პრეზიდენტად გატიტვრისთვის, ასე ვთქვათ, ამ სტატუსით მოხსენიებისთვის, თუმცა ეხლა განმარტებებს აყოლეს. მოკლედ, ხვდებით ალბათ რა ტიპის დისკუსია და პრობლემა არის ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის ეს პრობლემა. მოდი თვალი გავუსწოროთ, მაგრამ როგორ დგება ეს თეორიული ცოდნით, როგორ ხდება ეს ლეგიტიმაციის თემა? ხო, ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს ეს ქართული შიდა პოლიტიკური თქვათ იმაში არ იხარშება, ხო? ხა აქ საქართველოს შესტკინეულის საკითხია და აქვია წყალგამყოფის საკითხია, ვინ როგორ რაც დაუძახებს და შესაბამისად აქ შიდა პოლიტიკური კომპლექსები არ აქვს ტრამპის ადმინისტრაციას, ის იხელმძღვანელებს მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობით. და ასევე უნდა გვესმოდოს, რომ ნებისმიერ ნაბიჯს აქ მოყვება ასე ვთქვათ, თავისი შედეგები. ძალიან იოლია მიტინგზე რაღაცეების ძახილი და რიტორიკული და ემოციური და რომანტიკული განცხადებები, ვინ უნდა აღიაროს და ვინ არის მოქმედი პრეზიდენტი და ვინ არ არის, მაგრამ როცა საქმედან მიდის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გადახედონ ვენესუელის მაგალითს, სადაც ნამდვილად აღიარეს ხუან გვაიდო და ჯერჯერობით არანაირი შედეგი ამას არ მოუტანია და პირიქით, ხო, მიუხედავად იმისა, რომ მადუროს არ აღიარებენ, იმიტომ რომ მადურო ადგილზე არის რეალური ძალაუფლების მატარებელი, უწევთ მასთან ჭყალებში დალაგება, ჭყალებში მოლაპარაკება, როცა ეს ნავთობს ეხება ან რაღაცა სანქციების შემსუბუქებაზეც კი მიდის ლაპარაკი, როცა თქვათ რაღაცები სჭირდებათ. შესაბამისად, ამერიკის ხელისუფლება არ არის, თქვათ, ხო, არც ევროპარლამენტი, არც აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფო. ის ფიქრობს უფრო სერიოზული ინტერესებით. კი ბატონო, ხვალვე შეუძლიათ სალომე ზურაბიშვილი აღიარონ მოქმედ პრეზიდენტად. მერე რა ხდება? რა დღე მეორე, შემდეგი ნაბიჯი რა ხდება, ხო? რამეს ცვლის ეს საქართველოში, უწევთ თუ არა მათ მაინც ქართულ ოცნებასთან ლაპარაკი, უწევთ თუ არა, თუ ყველა ხიდი იწვება, საერთოდ არანაირი ლაპარაკი და ეგეც შეიძლება, მაგრამ ეს თქვათ ვენესუელის მაგალითი, კი ბატონო, ცნეს ხუან გვაიდო, მაგრამ ის ვერ წავიდა, იმიტომ რომ შიდა ველზე ეს პროცესები მაინც სხვანაირად მიმდინარეობს. ამიტომ რა თქმა უნდა მე არა ვარ წინასწარმეტყველი, მე ვერ გეტყვი ტრამპის ადმინისტრაცია ან ბაიდენის ბოლო დღეების ადმინისტრაცია რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მე ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ისინი გაცილებით სერიოზულ ანალიზს დებენ ამ გადაწყვეტილებებში, ვიდრე ეს არის ახლა მიტინგზე და რიტორიკული განცხადებები, რომ ვინ არის მოქმედი პრეზიდენტი და ვის შეუძლია დღეს ახლა ბრძანებების გამოცემა, რომელიც შესრულდება თუ არ შესრულდება. შესაბამისად, ისინი ამაში გაცილებით მეტ ფიქრს ჩადებენ. სერიოზული ინტერესებით მოქმედებენო შეერთებული შტატების ხელისუფლება მოქმედებსო. ამ ინტერესებში საქართველო ეხლა კონკრეტულად რა ადგილს იკავებს, იმიტომ რომ
აი ის ფაქტიც რომ ვენესუელას ვადარებთ რაღაც ფორმით, აი რაღაც წლების და თვეების წინ ალბათ იყო წარმოუდგენელი. არა, ზოგადად ბოლო წელს რაც მოხდა და ეს დაიწყო აი უკანასკნელი ფაზა ესკალაციის 2024 წლის 3 აპრილს აგენტების კანონის კი ბატონო. დიახ, რაც შეეხება ეხლა თქვა ამერიკის წარმოსახვაში რა არის საქართველო, ხო? ამერიკის თავრობის. ეს არის თქვათ ესე თავის ტკივილი იმ კუთხით, რომ ფაქტია, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს თავრობასა და ამერიკის მოქმედ ხელისუფლებას შორის უკიდურესად გართულდა ურთიერთობები. ამას ემატება ის ნაბიჯები, ჩემი აზრით, თვითდარბაზიანებელი ნაბიჯები, რომელსაც ქართული ოცნება დგავს, რომელსაც ჯერჯერობით ხო ესეთი რაციონალური ახსნა და ვერ მოეძებნა და რომლის შედეგადაც ამერიკას უწევს პასუხის გაწევა. მე პირადად ვფიქრობ, რომ არა 28 ნოემბერი, თქვა ბიზნეს ივანიშვილის სანქცირება დიდი ალბათობით დეკემბრის ბოლოს არ მოხდებოდა. თუ ჩვენ იმ განცხადებას წავიკითხავთ, რაც ენტონი ბლინკენმა გამოაქვეყნა, ჩემი პირადი აზრით ეს არის ცალსახად გამოძახილი 28 ნოემბრის. არა თქვა 3 აპრილის, რომელსაც უკიდურესად დააზიანა, გაყინა რეალურად გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია, რეალურად თქვა განადგურების გზაზე დააყენა საქართველოს და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა. თუმცა 28 ნოემბერი იყო ალბათ უკვე ბოლო წვეთიც არ ქვია იმას, უკვე ყველა ხიდის დაწვა და შესაბამისად ჩემი აზრით თითქოს ძალიან შეგნებულად ქართული ოცნება რაღაცნაირად ითხოვდა ამ სანქციებს, რაღაც იმ ტიპის ტრაექტორიით იმოძრავეს. ფაქტია, რომ ან არ ეშინია, მე არ ვიცი, შეიძლება არ ეგონა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა ფორმით ამ სანქციებზე ან მზად არის, ან სულიერად მზად არის, ან მიაჩნია, რომ მაინც ამ ფულს მე ამერიკელების გარეშე არ მომცემენ და ამიტომ მიდის ამ უკიდურეს ესკალაციაზე იმედით, რომ მე რაღაცა შეიძლება გაუმჯობესდეს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის რა უნდა და რის იმედი აქვს, ეს არის $1 მილიონი კითხვა, რომელზეც პასუხი ჯერ არავის რეალური არ აქვს. შესაძლოა ნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება. კი ბატონო, და ბოლო კითხვა მაქვს ასეთი, როგორც წესი გარდამავალ პერიოდში იმ ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ ხოლმე, რომლის ეს ვთქვათ გაუქმების დიდი მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ? თუ ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან სანქციების დაწესება ნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან რაღაც პერიოდი მაინც ეს იქნება გაზიარებული, ანუ როგორ ხდება ასეთ დროს გადაწყვეტილებების მიღება? პირიქით არის, თუ მით უმეტეს თუ ესეთი ერთმანეთთან ისეთი დაპირისპირებული ადმინისტრაციების ჩანაცვლება ხდება ერთმანეთთან, როგორც დღეს არის, ეს უფრო პირიქით არის. ხო, ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე მაგალითი მოვიყვანოთ. თქვათ, ობამას ადმინისტრაციის ბოლო დღეებში ამერიკამ თავი შეიკავა გაეროს უშიშროების საბჭოში და ისრაელის საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღეს, როცა ტრამპმა პირადად დაურეკა ეგვიპტის პრეზიდენტს და სთხოვა ეს არ მიიღოთ. და ობამამ თავი შეიკავა, შესაბამისად ხდება ეგრეთ წოდებული ჩატოვებები, ხო? რომ შემდეგ კუბის ტრამპის ბოლო დღეებში თქვათ კუბა აღიარეს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, რომ შემდეგ ჯინს ჯიბრზე იღებენ გადაწყვეტილებას. ჯიბრი არა, უფრო იციან რომ სხვა ადმინისტრაცია სხვა თქვათ პრეფერენციები აქვს, მაგრამ ხდება ასე თქვათ კალაპოტის მეტნაკლებად მოტრიალდება, რომლის თქვათ მე შეცვლა უკვე შემდგომ ადმინისტრაციას გაუჭირდება მეტი ძალისხმევა. მოგეხსენებათ ამერიკაში არსებობს ეს ბიუროკრატიული ინერცია, ხო, ეს ქაღალდების მიმოცვლა, ეს თქვათ ბიუროკრატიული მეხსიერება, მაინც ახლა 200-ოვანი ინსტიტუციების და ინსტიტუციური მეხსიერების ქვეყანაა. შესაბამისად ეს იოლად ეს გადაწყვეტილებები არ იცვლება და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ხო, საქართველო არ არის ისრაელი, საქართველოს გეოპოლიტიკური წონა ამერიკის შიდა დისკუსიებში არის ნოლთან გათანებრებული. შესაბამისად ვინმეს ხო რაღაცას უნდა უღირდეს, რომ საქართველოს მიმართებაში პოლიტიკა თქვათ რადიკალურად შემოაბრუნოს და ამის თქვათ შუქჩდილებს ჩვენ ჯერ და ნიშანსვეტებს ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ. კი ბატონო, და სიტყვის შემწევნის ეს თქვათ არავინ ჩანს ჯერ. კი ბატონო, გიორგი, დიდი მადლობა, დავაკვირდეთ, შევხედოთ იანვარი ამ მხრივ ალბათ რაღაც ტიპის ნიშნები იქნება უფრო მკაფიო. მადლობა ძალიან გიორგი ხატიაშვილს, მე მას დავემშვიდობები და